ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ერთვებიან რუსეთის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლება აღნიშნული კლინიკების ხელმძღვანელებთან. შეხვედრა გამართეს და რეფორმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები გააცნეს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, რომ მიეღოთ პასუხი ყველა არსებულ შეკითხვაზე. სამი ძირითადი თემა იყო გამოტანილი, ეს არის სახელმწიფო სერტიფიცირების საკითხი, რომელიც მიმდინარეობს, ასევე ცხოველთა პოპულაციის მართვის ღონისძიებები და განსაკუთრებით ის აქტივობები, რომელშიც ვიმედოვნებთ, რომ ჩაერთვებიან ვეტერინარული კლინიკები და ასევე სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები. დასახული გეგმები მოგცემს უფრო ნათელ წარმოდგენას, როდის შეიძლება ვთქვათ, მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა და განსაკუთრებით ისევ ჰიპერპოპულაციას დაუბრუნდები, იმიტომ რომ საკმაოდ მტკივნეული საკითხია და თუ სახელმწიფო ინტენსიურად შეუდგება ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციას, მაშინ ეს პრობლემა შესაძლებელია მაქსიმუმ 5 წელიწადში ისედაც აღმოვხვრათ. ყოველ აბიჯზე თქვენს ჩემს გარეშე ეს მოსახლეში შეუულია, ეგ შენიშნავს, რომ უზომოდ დიდი რაოდენობა ძაღლებს არ ეხება, ეს კატებსაც ეხება და მათი მართვა და შემცირება პოპულაციის სტერილიზაცია, კასტრაციის ხარჯზე აუცილებელია.